მოგესალმებით დილამ შვიდობისა ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და სულ ცოტა ხანში ჩვენ შემოგვიერთდება ჩვენი სტუმარი ქეთი თომაძე, ციფრული ბაზა ივერიელის საქართველოს ეროვნული არქივის ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების უფროსი და ჩვენ ვისაუბრებთ ივერიელის შესახებ ციფრულ ბიბლიოთეკასთან წვდომა საშუალებას გაძლევთ არა მარტო წაიკითხოთ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, არამედ დაათვალიეროთ ფოტოები, რუკები, მოусმინოთ აუდიო წიგნებს მუსიკალურ ჩანაწერებს, გაეცნოთ ხელნაწერებს და საარქივო ფონდის სხვა იშვიათ დოკუმენტებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წელს კიდევ ბევრი საინტერესო გვერდი დაემატა და მომხმარებელთა რაოდენობამაც ციფრულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც უკვე გითხარით, პირდაპირ ეთერში გვერდება ქალბატონი ქეთი თომაძე. მოგესალმებით ქალბატონი ქეთი. გამარჯობათ, მოგესალმებით. ქალბატონი ქეთი, აი როგორც აღნიშნე, წელს კიდევ არაერთი საინტერესო მასალა დაემატა თქვენ ციფრულ ბიბლიოთეკას. კი ბატონო, ყოველ წელს სულ ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი რაც შეიქმნა წელს არის უკვე მე-12 წელი. ამ წლების განმავლობაში ყოველ წელს საკმაოდ დიდი რაოდენობის მასალა ემატება ჩვენს ბიბლიოთეკა ივერიელს. წელს განსაკუთრებულად მოხდა ისე, რომ საკმაოდ დიდი მასალა დაემატა ყველა კოლექციას. აქ არის ციფრულ ბიბლიოთეკაში არის ძალიან ბევრი კოლექცია განთავსებული. ცალკე შეგიძლიათ ნახოთ როგორც გაზეთების კოლექცია, ასევე ჟურნალების, წიგნების, ეროვნული დისერტაციების და ავტორეფერატების, პლაკატების, ფოტოარქივი, ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტები გვაქვს. ასევე არის ფიროსმანის ხელოვნების ციფრული მუზეუმი, სადაც მხატვრების ნახატები ციფრდება. ეტიკეტები და სამარკო ნიშნები გვაქვს, თეატრალური უნივერსიტეტის კოლექცია, კარტოგრაფია, ლიტერატურის მუზეუმის გამოცდილები და ასე შემდეგ. წლევანდელი ჩვენი სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა, იმიტომ რომ წელს ჯამში ყავდა ყველა კოლექციის მომხმარებელი ერთად 1,791,176. ეს ძალიან დიდი ციფრია დამეთანხმებით ალბათ სტატისტიკის თვალსაზრისით. თითოეულ კოლექციას ყავს თავისი მომხმარებელი. ან თავისი სეგმენტი გააჩნყავს, ასე ვთქვათ. ყოველწლიურად ხდება აქ ყველა კოლექციის შევსება და დამატება. წელს მოხდა გაზეთების კოლექციაში დამატება 49,285 ნომერია დამატებული. დისერტაციებში სადღაც 400-მდე დისერტაცია დაემატა. პლაკატები 2,285. ჟურნალებში 12,979 ნომერი გვაქვს დამატებული. წიგნები 5,535. ფიროსმაში მოხდა სულ რაღაც 1000 ნახატის განთავსება. ეტიკეტების და სამარკო ნიშნებში 463. ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტები 1965 ერთეული დაემატა. რაც შეეხება ფოტოარქივს, ფოტოარქივში დაემატა 45,335 ფოტო. წლევანდელი მაჩვენებელი ჩვენი ნამუშევრის და გაციფრების რაოდენობაში საშუალოდ არის 1,230,227 გვერდი. დამეთანხმებით რომ ალბათ ძალიან ბევრი. თამბეშტავი რიცხვები, ან ნამდვილად ქალბატონი ქეთი, აი როგორ ჩვენ ვიცით რომ ისეთ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს ამ ყველაფრის მიღმა და ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. საინტერესოა აი რის მიხედვით არჩევთ მასალას, ის მასალა რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და რომელიც უნდა აღმოჩნდეს თქვენი ციფრული ბიბლიოთეკის პლატფორმაზე. ძირითადად ვეყრდნობით იმ მოთხოვნებს, რაც არის ბიბლიოთეკის დარბაზებში მოთხოვნები. ანუ ეს ეხება გაზეთებსაც, ჟურნალებსაც, წიგნებსაც და რაც შეეხება ფოტოარქივს. ფოტოარქივთან თანამშრომლობთ, აქ არის ფოტოარქივში არის დაცული როგორც ბიბლიოთეკის უშუალო კოლექცია, ასევე ოჯახებიდან მოტანილი ფოტოები. ანუ ეს არის ანუ ბევრი ფოტო ძალიან უნიკალურია და მრავალი ცნობილი პიროვნების პირადი არქივია შესული ამ ფოტო კოლექციაში. უმრავლესობა ფოტოებისა პირველად გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ, თქვათ, აი ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, რომელი დოკუმენტი გახდა ამ გზით.
აი ხლამდელი მაშინ იცით რა არის იმდენად ძალიან ბევრია წელს დამატებული რომ ესე ზუსტად ანუ წლევანდელ წელს დასრულდა თელავის მუზეუმთან თანამშრომლობდი და თელავის მუზეუმის ფოტოარქივის გაციფრება. გასაგებია. ასევე შიდა ფონდი ციფრდება, ჩვენი შიდა ფონდი, ჩვენ გვქონდა ლუარსაბტოგონიძის ფოტოკოლექცია, მე გადმოგცვა მან კიდე ეს ფოტოები მოხდა ამ ყველაფრის შეძენაც და ეხლა რაც არ გქონდა ის კოლექციაც ციფრდება და ყოველდღიურად ემატება ჩვენს კოლექციას. წიგნების შემთხვევაში როგორ ხდება იცით მოთხოვნა წიგნებსაც ვაციფრებთ, ანუ რაც ხშირ მოთხოვნაშია ესე წიგნებს ვაციფრებთ და პლუს ამას თვითონ ავტორებთანაც თანამშრომლობთ, ავტორებსაც მოაქვს თავიანთი ელექტრონული ვერსიები და თავსდება ის. იგივე პრინციპით არის გაზეთები და ჟურნალები. გასაგებია. თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი გაქვთ, ანუ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია არის განსხვავებული, მაგრამ რადგან ჩვენ საუბრობთ სტატისტიკაზე, თუ არსებობს ასეთი სტატისტიკა, მაინც რომელი რესურსი იყო ყველაზე პოპულარული წელს? ყველაზე პოპულარული რესურსი იყო წელს ჟურნალების ბაზა, შემდეგ უკვე გაზეთების ბაზა, წიგნების, მერე მოყვება წიგნები და ასე ვთქვათ, შემდეგ შეგვიძლია ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტები დავაფიქსიროთ. კიდევ არსებობს მობილური აპლიკაცია. ფოტოარქივი, რა თქმა უნდა, უკაცრავად ამ მეორე ადგილზე ფოტოარქივია. კიდევ არსებობს მობილური აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისათვის, ესეც ერთგვარი პროექტი არის, ხო? სადაც მსურველებს აქვს შესაძლებლობა წაიკითხონ მე-19 საუკუნის კლასიკოსების პოეზიის ნიმუშები, ხო? არც რამდენი პოპულარია? კი ბატონო, არსებობს ეგ აპლიკაციაც, უბრალოდ ამას ივერიელი არ ქნის, ეს უკვე სხვა დეპარტამენტის და სხვა განყოფილების სამუშაო. როდესაც 12 წლის წინ იქმნებოდა ეს ყველაფერი თქვენ აღნიშნეთ, ხო? 12 წელია, რაც არსებობს უკვე ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მუდმივად მდიდრდება და უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება. როდესაც 12 წლის წინ იწყებდით ამ საქმეს, წარმოიდგენდით თუ არა, რომ ასეთი პოპულარული იქნებოდა და მისი საჭიროება, ხო? ის ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე სხვადასხვა სფეროს ადამიანებს ეხმარებათ. იცით, საჭიროების თვალსაზრისით გეტყვით, რომ პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ ეს ძალიან საჭირო პროექტი იყო და ყველასთვის იქნებოდა, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი და ყველას შეძლებდა ამითი სარგებლობას და გამოადგებოდათ. მე მინდა აქვე აღვნიშნო ის, რომ ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელში ძალიან ბევრი მასალა არის ისეთი დამატებული, ატვირთული, რომელიც შიდაქცევის გამოყენებით ხდება მხოლოდ მისი სარგებლობა. ანუ ამაზე ვრცელდება საავტორო უფლება და რადგანაც საავტორო უფლება ჩვენ არ გვაქვს ავტორისგან მონიჭებული, რომ გაციფრდეს, შიდაქცევშია ყველაფერი ატვირთული და შეუძლიათ მხოლოდ ბიბლიოთეკაში მოსულ მკითხველს ისარგებლოს ამ მასალით. გასაგებია. ამისი არც ამობეჭდვა შეიძლება, რაც შიდაქცევშია და არც გადმოწერა. და რაც შეეხება სრთულებთან საქმე გქონდა, რა თქმა უნდა, იცით, ჩვენ ახლა პირველად რომ დავიწყეთ ამ ყველაფრის შექმნა, თანდათან სწავლობდით და ვიზრდებოდით, რომ ეს შედეგი დაგვეთო დღევანდლამდე. ამ ყველაფერზე მუშაობს 22 ადამიანი. და ეს არის ძალიან დიდი შრომა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ხო, ეს რუტინულიც და საინტერესოც, რა თქმა უნდა, ამავდროულად. თქვენ ახსენეთ საავტორო უფლებები, ხო, ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო რთული ხდება საავტორო უფლებების დაცვა, როდესაც ჩვენ საუბრობთ უნიკალურ ხელნაწერებზე, უნიკალურ ფოტომასალაზე, უნიკალურ დოკუმენტებზე, ძალიან რთულია, რომ თქვათ, მოხდეს აქ თუნდაც იმის აღნიშნა, რომ ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავის კუთვნილება ან სხვა კონკრეტული აღნიშნული არის, მაგრამ შემდეგ გავრცელების დროს ჩვენ ვაწყდებით იმას, რომ დაკარგულია, ხო, პირველ წყარო. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ შიდა ქსელი.
კარგია რომ ეს მექანიზმი არსებობს, მაგრამ აი ასეთ შემთხვევაში მე ხდება ხოლმე ხო ისე გავრცელება ვირუსულ. ჩვენ ყველა კოლექციაში რომ შეხვალთ პირველივე გვერდზე გამოტანილია და გვიწერია რომ ივერიელში გამოყვანებული ყოველი ეგზემპლარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებას. მასალის გამოყენების შემთხვევაში უნდა დაასახელონ წყარო, რაც ღია ქსელშია, ანუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ან ფოტოების შემთხვევაში კერძო მფლობელი. დიახ. და ისე გამოიყენონ მასალა. რაც შეეხება შიდა ქსელში ჩვენ ვაციფრებთ ყველაფერს. ოღონდ გავრცელების უფლება არ აქვს და რა ამის გამო ხშირად ვაცდებით ხოლმე ჩვენ მკითხველი აწყდება პრობლემას. ყველას უნდა რა თქმა უნდა კომფორტულად მოიხმაროს ეს ელექტრონული ვერსიები, მაგრამ საავტორო უფლებებიდან გამომდინარე ეს არ გვაძლევს ამის საშუალებას. და კიდევ ერთი კითხვა, როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაციფრულება, ხელმისაწვდომობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და საჭირო არის, ხომ არ ხდება, ვთქვათ, აი, ხო არა ისახება ეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებზე. მოდიან ისევ სავსეა, ისევ დარბაზები, ხო წლების წინ ხო ასე იყო, როდესაც როგორ არა, ხალხი და მკითხველი ბიბლიოთეკას ასე რომ ვთქვათ, დიდად არ დაუკარგავს. იმას თავისი სეგმენტი ყავს ჩვენი ზოგს ხა მეწუნეთ რომ დიჯიტალურ ვერსიასთან მუშაობა უფრო ურჩევნია ვიდრე ელექტრონულთან. კი ბატონო, სამომავლო გეგმები. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება მუშაობთ ასე ვთქვათ, წინასწარ ეხლა არ გვინდა უბრალოდ რომ გავახმოვანოთ რაზე დავიწყებთ მუშაობას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენი არსებული კოლექციები რაც არის კიდევ ბევრად გაიზრდება. და სხვადასხვა კოლექციების სხვადასხვა დასახელების მასალა დაემატება. ეს ეხება ნებისმიერ კოლექციას. სულ ახლახან ჩვენ აგერ ბათუმში ვიყავით ერთ-ერთ მასში და ჩამოვიტანეთ არაჩვეულებრივი ფოტოკოლექცია. და ჩვენ არ გვიხსენებია აუდიო წიგნები, მუსიკალური ჩანაწერები, აქ არის აუდიო და წიგნები და ნოტების ისიც უბრალოდ ივერიელის პლატფორმაზე ატვირთული, მაგრამ ამაზე მუშაობს მუსიკალური განყოფილება. კი ბატონო, ეტიკეტები, სამარკო ნიშნები, ხელნაწერები, როგორც უკვე ვთქვით, ხო? კი ბატონო, ხელნაწერების საარქივო დოკუმენტები ძალიან ბევრი გვაქვს, ესეც აქაც მუშაობს პერიოდულად. სტამბულში დავდივართ ხოლმე ქართულ კათოლიკურ მონასტერში და იქიდან ვავსებთ ამ ხელნაწერებს. და მოდით კიდევ ერთხელ აი სანამ ჩვენ დავასრულებთ ხო ჩვენს გადაცემას კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის თანბეშტავი რიცხვები, ვისაუბროთ იმ თანბეშტავ სტატისტიკაზე, რომელიც 2024 წელს გამოიკვეთა. ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელს დაემატა 1,200,327 გვერდი. ეს არის საშუალოდ აღებული ციფრი, თორემ მერწმუნეთ უფრო მეტია. გაზეთების კოლექციას დაემატა 49,285 ნომერი, ეროვნული დისერტაციები და ავტორეფერატები 400 დისერტაცია, პლაკატები 2,285, ჟურნალები 12,978 ნომერი, ფოტოარქივი 45,335 ფოტო, წიგნები 5,535, ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტები 1,965. ეტიკეტები და სამარკო ნიშნები 463, ფიროსმანი 1000 ნახატი. სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა წელს ჰქონდა საერთო ჯამის სტატისტიკის იყო 1,791,176. ყველაზე პოპულარული აქ არის ჩვენს კოლექციებში პოპულარული ჟურნალების სარგებლობს, შემდეგ გაზეთების კოლექცია, ამას მოყვება ფოტოარქივი, შემდეგ წიგნები, ეროვნული დისერტაციები, პლაკატები, ხელნაწერები და საარქივო დოკუმენტები, ფიროსმანის ხელოვნების ციფრული მუზეუმი და დანარჩენი შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი, გისურვებ წარმატებას. ქეთი თომაძე, ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების უფროსი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ საუბრობდით ციფრული ბაზა ივერიელის შესახებ.